დიდი ხანი არ დამიდია ჩემი საუზმე აქეთ შვრია იხარშება 4 სხვადასხვა მარცვლის შვრიის პაპას მივირთმევ ამ ეტაპზე ხო და აქ არის ბანანი და სხვადასხვა ტიპის კენკრა ეს გოჯიბერი ესეც ჩია ნახეთ იმისთვის რომ წონაში არ მოვიმატო ანუ ნახშირწყალი სასარგებლო ნახშირწყალი არის შვრიის სახით სხვათა შორის აი იმ შეფუთვაში რომელსაც ყიდულობ შვრიის კატოც არის რომელიც ძალიან მდიდარია უჯრედისით და აი ჩვენი ასაკის გოგოებს და საერთოდ ყველა ასაკის გოგოებსაც და ბიჭებსაც უჯრედისი ჭირდებათ განსაკუთრებით მათ ვინც ვარჯიშობს მოკლედ რაოდენობრივად ბევრია და კალორიჟით ცოტა და თან აი ცოტა რაღაცა ნამცხრულია შაქარს არ ვიღებ უკვე წლებია 1000 ერთხელ შეიძლება აი ძალიან მომინდეს ნამცხვარი აი 1000 ერთხელ და შეიძლება მივირთვა თუმცა ვცდილობ რომ შაქარზე საერთოდ უარი ვთქვა იმიტომ რომ ძალიან მავნეა გაჩვენებთ მე რა საკვებ დანამატებს ვიღებთ აბა ბედნიერი დღე საუზმის მერე ეს არის ის რაც ძალიან მიყვარს ჩემი დები ჩემზე შეყირობენ ხოლმე რომ წამლების დალევა უყვარსო მაგრამ ასე არ არის საკვები დანამატები ვიტამინები და მინერალებია რაც 40 წლის ზემოთ ძალიან ჭირდება ორგანიზმს გაჩვენებთ რას ვსვავ რეკლამა არ არის ანუ ყიდულობ და ვისე ვიყენებ საპროფილაქტიკო დოზა ვიტამინი D-ს მიუხედავად იმისა რომ ზაფხულია როცა რუჯი გაქვს ვეღარ იღებს ორგანიზმი უკვე ვიტამინ D-ს მზისგან და ამიტომ ვიტამინ D-ს ვსვავ მაგნეზიუმი ესეც საპროფილაქტიკო დოზაა და ძალიან სასარგებლო და აუცილებელია მე მიყვარს ძალიან სპირულინა აი დაგუგლეთ და ნახეთ რამდენი სარგებელი მოაქვს ერთმა ჩემმა გამომწერმა მომწერა რომ ბოლო პერიოდშიო შენი ინსტაგრამ გვერდი მხოლოდ ემასათის რეკლამას ეთმობაო ხო და აღარ არის ეს საინტერესო და შენიშნა მიღებულია. უბრალოდ როცა ტელევიზიაში მუშაობდი 90% იყო ტელევიზია და 10% იყო დანარჩენი და ახლა ეს 10%-იც აღარ დავტოვე მე მგონი და ნუ მოკლედ მაქსიმალურად ვეცდები რომ დავაბალანსო. რაც შეეხება კვებას ჩემი შვილი ამბობდა ხოლმე რომ რაც გვაქვს შიგნით, რასაც ღებულობთ შიგნით, ის გვეთყობა გარედან, ამიტომ ჩემთვის არის აი ნომერ პირველი სწორი კვება. ეხლა რატო ავარჩი ესეთი რაღაცა, ნახეთ რა რაოდენობრივად რამდენია ნამცხვარივით არის. ხო, მთავარი ომეგა 3,6 მთელი წლის მანძილზე ვსვამ ხოლმე პატარა პაუზებს ვაკეთებ და ომეგა აუცილებელია იმიტომ რომ საკვებით ვერ ვიღებთ იმდენ ომეგას რამდენიც საჭიროა მე ვარ რკინა-დეფიციტური იმიტომ რომ ხორცს არ მივირთმევ ვერ მივირთმევ ნუცას მე არ ვიცი რა დამემართა და ამიტომ აი ხა ორთვიანი პაუზა გავაკეთე და რკინის დალევა უნდა დავიწყო ისევ ეს ძალიან მიყვარს კოლაგენი ეხა აბების სახით ღებულობ და პრობიოტიკს ვსვავ ჩვენთან აფთიაქში იყიდება არ მინდა რომ რეკლამა გამოვიდეს საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ნუ ძალიან სასარგებლო რამეა ასე იწყება ჩემი დილა ხო იმისთვის რომ წონაში არ მოვიმატო არის ბევრი ხილი აი ნახეთ და ცოტა შვრია ისე ამას ჭირდება ოპა ერთი წამი ცოტა მიჭერს უნდა მოვატრიალო კაი იყოს ესე აი ნახეთ რა ცოტა აი სულ ეს არის და აი უკან მიდევ ჩემი საკვები დანამატები მაგნი
6-ია, ომეგა-3, 6, 9, პრობიოტიკი აუცილებლად. კიდე რა გვაქვს სპირულინა. ხო, ძალიან მიყვარს სპირულინაც. ბატონო. ეს აგატა, რომელიც არ არის დეტექტივი. ხო, და მე მგონი ტყუილად ვიყიდე, იმიტომ რომ გვიანია ჩემთვის უკვე. ძალიან. ოპა. მე მაქვს ერთი სისუსტე, წიგნების მაღაზიაში რომ შევდივარ, ტვინი მეკეტება და შეიძლება აი ბარათზე რაც მაქვს, ყველაფერი იქ დავტოვო. ეს არის წასაკითხი წიგნების მაგიდა, ასე ვთქვათ. აი, დაგათვალიერებინებთ. ამჟამად ვკითხულობ აი ამას და მგონია რომ არქიპელაგი გულაგის წაკითხვა დამაგვიანდა, იმიტომ რომ ჩემ ოჯახში ამ თემაზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ, ბევრი რამე მაქვს ნანახი, დოკუმენტური ფილმები, ბევრი რამე მაქვს წაკითხული და აი როგორც სიახლეს ვთქვათ, აი დედაჩემმა როცა წაიკითხა სამის დათის გამოცემული 80-იან წლებში, იმ ეფექტს ვეღარ ახდენს. ამას ვკითხულობ, ხო, სალმან რუშდი არ არის ჩემი მწერალი. ახლა არ გაგეცინოთ, ახალი პროდუქტი როცა მაქვს ხოლმე. თოჯინები ძალიან მიყვარს, ახლა არ გაგეცინოთ, აქ სახალხო თოჯინებიც დატოვებული მაქვს. და სულ დღესასწაული იყოს. ხო და ახალი პროდუქტი როცა გამოდის ხოლმე ჩემი, აი აქ ვდებ. ამ ჭყვიალებთან და სილამაზეებთან ერთად და გამოვივლი და ვუყურებ ხოლმე. ხო, არ ვიცი რატო, ანუ ვერ მეგობრობთ მე და სალმან რუშდი ერთმანეთთან, მაგრამ მაინც ვიყიდე. ეს ყველაფერი უნდა წავიკითხო. ხატრული ლიტერატურა ჩემთან ნელ-ნელა ბიზნეს თემებმა შეცვალა. ხო. ხედავთ, ადრეს სულ მხატვრული ლიტერატურის ამბები მეწყო ხოლმე. ეს გავხდები აუცილებლად. ეს წიგნი ვერ დავამუხა მე, წაღებული მქონდა და ჩემი არ არის. აქაც სულ ეს როცა ვიწყებდი ჩემ ბიზნესს, მაშინ შევიწინე. აბატონო. და რამდენი ვიტამინიც არ უნდა დალიოთ, ყოველ დღე თუ არ ივარჯიშეთ, წამიდან წამში მოგებარებათ სიბერე. ნუ მე ვცდილობ ახლა რომ კვირაში 5 დღე მაინც ვივარჯიშო, ზაფხული ჩაგდებული მქონდა, სერიალს ჩავირთავ ხოლმე ესე და დავიარები. ძალიან მიყვარს ეს პროცესი. ჩემი გოგოც აქ მიდევს. ესე მიხარია როცა უყურებ. ეს რომელი ვარიანტია იცით? საცდელად რომ გამოვაგზავნინეთ ფლაკონი და აი რაღაცა სიმბოლურად აქ მიდევს ეს ორივე. ერთი პერიოდი ნეიროგრაფიკით ვიყავი გატაცებული. აბატონო. ოღონდ დამწყები ვარ. და როცა დრო მაქვს ხოლმე ძალიან სიამოვნებს. აი ძალიან სატარი. აქეთ ხარესო, ამას არ წაგაკითხებთ. აი ნაირ-ნაირი ნეიროგრაფიკის, ოღონდ ძალიან დამწყების ნამუშევრებია. ერთი პერიოდი 1 საათი დავდიოდი და აი მივხვდი, რომ ძალიან ბევრ ენერგიას მართმევდა ის +15 წუთი, 45 წუთი დავდივარ ხოლმე. სერიალსაც შეეხება დიდი ხანი სერიალური შიმშილი მქონდა. ამერიკაბულეთში ჩემმა მეგობარმა მირჩია ერთი სერიალი ღაზას სექტორზე. ჩემი სერიალი არ არის, მაგრამ მართობს. ფაუდა ქვია. ცუდი არ არის ნამდვილად ღაზას სექტორზე და ისრაელი-პალესტინის ამბებზეა და აი ეხლა ამ სტორის გადაღებას რომ დავამთავრებ,
ჩავირთავ და დრო მალე გავა.